ჩვენ მომსწრენი ვართ სომხეთის სრულფასოვანი გეოპოლიტიკური მეტამორფოზისა. Როგორც წესი, შედარებით მცირე ზომის სახელმწიფოები საკუთარ საგარეო პოლიტიკას აგებენ იმ ეტაპზე არსებული უსაფრთხოების გამოწვევების გარშემო და არც სომხეთი არის გამონაკლისი ამ თვალსაზრისით. Როგორც ჩვენ ახსენე, სომხეთის ხელისუფლება აქტიურად ცდილობს, რომ სახელმწიფო გადაიყვანოს რუსული ორბიტიდან დემოკრატიულ დასავლეთში და ამ პროცესს აქვს რამდენიმე განზომილება. მათ შორის ერთ-ერთი პირველი გახლავთ სამართლებრივი განზომილება სომხეთის პარლამენტმა სულ რამდენიმე ხნის წინ მოახდინა რომის სტატუტის რატიფიკაცია და ასევე სომხეთი გახდა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს სრულფასოვანი რიგით 124 წევრის სახელმწიფო. ეს კი თავის მხრივ გულისხმობს ვალდებულებას სომხური მხარის მიერ, რომ სომხურ მიწაზე ვლადიმერ პუტინის ყოფნის შემთხვევაში ერევანი ვალდებულია, რომ ის დააპატიმროს და ჰააგას გადასცეს. მეორე განზომილება გახლავთ სამშვიდობო განზომილება. სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ პაშინიანი აქტიურად ცდილობს, რომ აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულება გაფორმდეს სწორედ დემოკრატიული დასავლეთის მიერ გაწეული გარანტიებით და არა რუსული გარანტიებით. ხოლო ბოლო მესამე განზომილება გახლავთ სამხედრო პოლიტიკური, ასევე სომხეთის პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით მისი სახელმწიფო აჩერებს ეფექტიან წევრობას ეგრეთ წოდებული კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციაში ODKB-ში და ამავე დროს ნიკოლ პაშინიანი უფრო და უფრო ხშირად საუბრობს მისი სახელმწიფოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. ასევე ისიც თქვათ, რომ აზერბაიჯანმა აღიდგინა ტერიტორიული მთლიანობა, თუმცა მშვიდობა ჯერ არ დამდგარა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, არ გაფორმებულა რაღაც კონკრეტული ხელშეკრულება სამშვიდობო. რა მიზნები აქვს ბაქოს? აზერბაიჯანი გახლავთ სრულიად განსხვავებული გეოპოლიტიკური ფიგურის მატარებელი სახელმწიფო ვიდრე სომხეთი. აზერბაიჯანს აქვს განსხვავებული გამოწვევები, განსხვავებული შესაძლებლობები. აზერბაიჯანი წარმოადგენს სამხრეთ კავკასიის რეგიონში ნომერ 1 ქვეყანას, როგორც დემოგრაფიული, ასევე სამხედრო, ეკონომიკური და ტერიტორიული თვალსაზრისით. სომხეთისგან განსხვავებით აზერბაიჯანს ყავს ძლიერი პარტნიორი სახელმწიფო რეგიონში, თურქეთის რესპუბლიკის სახით და ამავე დროს აზერბაიჯანი ახერხებს, რომ დემოკრატიულ დასავლეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის დიპლომატიური ლავირება წარმატებით შეასრულოს. ასევე გასათვალისწინებელია ის მოცემულობა, რომ აზერბაიჯანი ევროკავშირთანაც აგრძელებს თანამშრომლობას და ეს ძირითადად გულისხმობს შუა დერეფნის ეკონომიკურ მახასიათებლებს და საქართველოსთან ერთად აზერბაიჯანი ამ თვალსაზრისით მოიაზრება ამ ეკონომიკური პროექტების განუყოფელ ნაწილად. ერთ-ერთი გამოწვევა, რის წინაშეც შეიძლება აზერბაიჯანი დადგეს, გახლავთ ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან დაპირისპირება, მაგრამ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ ეტაპზე თეირანმა ბაქოსთვის მოიცალოს.